პროსტატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, აქვე მწვავე პროსტატიტი შეიძლება იყოს კატარალური, ფოლიკულური, პარენქიმული. კატარალური და ფოლიკულური პროსტატიტები შეიძლება ითქვას სხვა მწვავე პროსტატიტებთან შედარებით უფრო იული ფორმაა. გამოვლინდება ეს მწვავე პროსტატიტი გამოვლინდება ყრუ ხასიათის ტკივილი წელის არეში დისკომფორტით, გახშირებული შარდვით და წვით შარდვის დროს. მწვავე პროსტატიტები შეიძლება იყოს ბაქტერიული, ინფექციური და არაინფექციური, ინფექციური შედის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი გენეზის. შემდეგ რაც შეეხება პარენქიმულ ფორმას, ეს ამაში იგულისხმება ასევე პროსტატის აბსესი, ეს უფრო მწვავე პროსტატის რთული ფორმაა. ამ დროს მისი უფრო მწვავე მიმდინარეობს ცხელებით, შემცინებით და მისი მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციულია. ხდება კონცენტრირებული ჩირკოვანი მასის, ანუ აბსესის დრენირება. რაც შეეხება სხვა პროსტატიტებს, იგივე კატარალურს, ფოლიკულურს, დიაგნოზი ისმება როგორც კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, ასევე პროსტატის გასინჯვით, პერრექტუმ. ესე იგი, ამ დროს პერრექტუმ გასინჯვის დროს პროსტატა არის მტკივნეული, პალპაციით დაჭიმული, პასტოზული, ასე შეიძლება ითქვას. და მკურნალობა ხდება ძირითადად ტორქინონული ჯგუფის ანტიბიოტიკებით. ასევე ანტიბიოტიკი საშუალებები ძალიან კარგ ეფექტს გვაძლევს სახით მკურნალობა და სპაზმოლიზური საშუალებებით. ხოლო რაც შეეხება იმ უფრო რთულ ფორმას, აი პროსტატის აბსესს, მაგ დროს უნდა ჩავთვალოთ უფრო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, როგორც არის ცეტრიაქსონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ტორქინონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად. ასევე არის ასეთი სახე პროსტატიტების, რაც ქვია კონგესტიური, ანუ შეგუბებითი პროსტატიტები, ეს ხშირად ემართებათ მამაკაცებს, აი აგზნების შემდეგ, როცა მამაკაცი აგზნებულია და ამას არ მოყვება, თქვათ, ორგაზმი და ეს დამთხევა. ამ დროს ხდება აი პროსტატის სეკრეტის შეგუბება პროსტატის ჯირკვალში და მამაკაცს ეწყება ტკივილები წელის არეში და მთელი რიგი დისკომფორტი. ქრონიკული პროსტატიტი ვითარდება, როცა არასრულფასოვნად არის დამკურნალები მწვავე პროსტატიტი. მაშინ გადადის ის ქრონიკულ ფორმაში. და ასევე ეს დაკავშირებულია სეზონთან, ანუ ცივ პერიოდთან. აი განსაკუთრებით როცა არის ზამთარი, როცა არის აი ცივი პერიოდი. ასევე უარყოფითად მოქმედებს და ქრონიკული პროსტატიტის განვითარებაზე ხელშემწყობ ფაქტორია ფეხის გაციება, ცივზე დაждობა, განსაკუთრებით მამაკაცი უნდა ერიდოს ამას, ფეხის გაციებას და ცივზე დაждობას. სიმპტომები, როგორც გითხარით, ესეთია, რომ აწუხებს დისკომფორტი და უხასიათის ტკივილი წელის არეში, გადაცემული ტკივილი წელიდან საზარდულებში, სადესრე ჯირკვლებში, გახშირებული შარდვა, პერიოდული წვა. ძირითადად და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი გართულება, ანუ გვერდითი ეფექტი, რაც შეიძლება გამოიწვიოს პროსტატიტებმა, ეს არის პოტენციის დაქვეითება. ვინაიდან თუ ანთებითი პროცესი, ესე იგი, წავიდა სიღრმისეულად, მან შეიძლება მოიცვას ის ნერვული დაბოლოებები, რომელიც პასუხისმგებელია ერექციაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოიწვიოს პოტენციის დაქვეითება. აი როგორც გითხარით, ხო, მწვავე პროსტატიტები შეიძლება სხვადასხვა ქვეჯგუფები არსებობს მისი, ანუ კატარალური, ფოლიკულური, პარენქიმატოზული, ანუ რომელიც იგულისხმება აბსესით, რომელიც მიმდინარეობს აბსესით, ანუ კატარალური და ფოლიკულური პროსტატიტების მკურნალობა ძირითადად ხდება ანტიბიოტიკებით, ანუ შედარებით იმასთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და ხდება ძირითადად ტორქინონული ჯგუფის ანტიბიოტიკებით მკურნალობა. საკმაოდ კარგ ეფექტს გვაძლევს. ანუ ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც გულისხმობს ტორქინონული ჯგუფის ანტიბიოტიკებს და ასევე ანტიანთებითი საშუალებები და სპაზმოლიტიკები. აი ძალიან კარგ ეფექტს გვაძლევს სანთელით მკურნალობა. ანუ აი ვიტაპროსტი განსაკუთრებით ძალიან კარგია, ვიტაპროსტის სანთელი ანტიბიოტიკებთან ერთად. ხოლო რაც შეეხება იმ აბსესს, მისი მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ არის ოპერაციული. კერძოდ იმ კონცენტრირებული უბნის, სადაც არის ჩირგროვა, იმ კონცენტრირებული უბნის პუნქცია ხდება და დრენირება ხდება იმ შეგუბებული ჩირკოვანი მასის. და ასევე გარდა ტორქინოლებისა შეიძლება ჩავთვალოთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, როგორც არის ცეტრიაქსონის ჯგუფის ანტიბიოტიკები. ყველა ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება რისკის ქვეშ, რომ მას გაუჩნდეს პროსტატიტი, მწვავე პროსტატიტი და მერე ქრონიკული პროსტატიტი. ყველაზე აუცილებელი პირობაა, რომ მან
მამაკაცმა ესე იგი ფეხი უნდა სტილად. ვინაიდან ფეხის გაცილება პირდაპირ კავშირშია პროსტატიტის განვითარებასთან. ასევე თქვათ ბანაობის შემდეგ გამოიცვალო საცვალი და თვილი ის საცვალი რაც მას დაუსრულდა არ შეიშროს და გამოიცვალო საცვალი. ასევე არ კონდეს შემთხვევითი დამუცველი სექსი, ან კონდეს დაცული სექსი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირველად არ მიიღოს თქვათ გადაჭრილებით ესე იგი მძიმე სასმელები თქვათ როგორც არის არაყი, ვისკი, კონიაკი